საგვარეულო ენერგიები, ანუ კარმები, რაც აქვს წამოღებული მისი გვარიდან, ეგრეგორიდან. რას ნიშნავს ეს? ჩვენ გვყავს ორი ბებია, ორი ბაბუა, ანუ აქ ჩანს ბებია დედის მხარეს და ბებია მამის მხარეს, ბაბუა დედის მხარეს და ბაბუა დედის მხარეს. როგორც აღნიშნა, ეს მატრიცა არის არკესებული, როგორც დაბადების და მშობლების კარმა, იმეორებს ჯანმრთელობის და ფინანსების კარმას, ასევე მამაკაცები გვარში იმეორებენ ერთი და იგივე კარმას. რა კარმა არის ეს მამაკაცებში? ანუ რა გაქვთ თქვენ დასამუშავებელი? პირველ რიგში ეს არის ხუთიანი და ეს არის ოჯახი. აი ოჯახის პრობლემების სისტემა, წესების დამორჩილება, ტრადიციები, გვარი, წესები, რიტუალები და სიმყუდროვის მოპოვება ოჯახში. აი ოჯახური თემების დალაგება, იმიტომ რომ შემდეგ ნახეთ 16 მოყვება და 11, რაც ნიშნავს, რომ რაღაცა მამაკაცები დიდი ალბათობით იყვნენ უხეშები, ცოტა არ იყოს მკაცრები, ფიზიკურ ძალას იყენებდნენ, აყალმაყალი ჩხუბი, დესტაბილიზაცია და აი ეს არის სიმძიმე თქვენთან. რაც არ უნდა გამოვასწოროთ, ანუ არ უნდა დაემსგავსოთ ამას, ანუ რა უნდა შეცვალოთ? ოჯახის პატევისცემა, წესების დამორჩილება, ტრადიციები, სისტემა, იერარქია, დიდი, პატარა, ადამიანი, პატევისცემა, უფროსების, რაც ხელს უშლის ოჯახს, რაც ანგრევს ოჯახს, რაც დისონანსს მოჰყავს, ხო, ოჯახური ურთიერთობა, იმის ჩამოშორება და არა აგრესიის გადმოფრქვევა და ძალა გამოიყენო ისევ და ისევ ოჯახისაკ კეთილდღეობ და იყო ოჯახის ძალა და არა, ვთქვათ, მოძალადე. რაც შეეხება ქალებთან რა ხდება? ქალებთან ჩანს, რომ ესენი იყვნენ, ასე ვთქვათ, მიზანსწრაფული ქონდათ და თქვენც რახან გოგონა ხართ და ქალი ხართ, ოჯახიდან გექნებათ აი რაღაცა ნიჭი, ქალებიდან გადმოყოლილი რაღაცა ძალა და ეს ძალა არის ორივე მხრიდან, მამის მხრიდან ბებიები, ქალები, ანუ მამიდები, ბებიები და დედის მხრიდან ბებიები და დეიდები. ეს არის ის, რომ აი ეს ოჯახი შეიკავონ, გადაარჩინონ და საერთოდ რაც მკვდარი არის, ხო, რაც აღარ აღდგება, ზუსტად იმას ჩაბერონ სიცოცხლე, გამოუვალ სიტუაციიდან გამოვიდნენ. აი დიდი ძალაა ქალების აქ მაჩვენებელი და ეს არის ის, რომ ქალები იღებდნენ მუდამ აი ამ ლოკომოტივის ფუნქციას, რომ ასე ვთქვათ, წყალწახებული გამოიტაცათ წყლისთვის, გადამწვარი მინდორი, ასე ვთქვათ, აეყვავებინათ, განადგურებული, დაქცეული, უუნარო, მკვდარი ენერგიები გაეცოცხლებინათ და ყველაფერისთვის ჩაებერათ სიცოცხლე და მათ ზოგზე გადადიოდა ეს ყველაფერი აშკარად ჩანს ეს. პირველ რიგში აი ზედა ენერგიები უნდა დავამუშავოთ, რაც თქვი ხუთზე ეს არის სწავლა, ცოდნის გაცემა, პატევისცემა, წესები, ტრადიციები, ხო, კანონმორჩილება და ეს არის ყველა შენი მიზანი, უნდა დაისახო, მიაღწიო და გადასცე შენ შთამომავლობას აუცილებლად. აი ეს არის, რაც ჩანს თქვენს გვარში. არ გაქვთ თქვენ 4 კარმა წამოღებული, გაქვთ 2 კარმა, იმიტომ რომ აი ეს ენერგიები საკმაოდ მნიშვნელოვანია და თქვენმა სულმა მონახა ისეთი გვარი, სადაც ერთნაირი იყო ეს ენერგიები და ზუსტად ის რეზონირებდა მის სიტუაციაში, მისი სულის პრობლემებთან. აი ესეთი საგვარეულო გაქვთ თქვენ, რაც მინდოდა მეთქვა.